ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალურ ქორეოგრაფიული სპექტაკლის გმირის სიმღერას პრემიერა გაიმართა. წარმოდგენამ ანშლაგი ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი გია დიასამიძის რეჟისორობით დაიდგა და მისივე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციით გაფორმდა. პროექტის მიზანია ხელოვნების სასცენო დარგის განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირება, ხელოვანთა ხელშეწყობა საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში სხვადასხვა პროექტის წარდგენა. სპექტაკლი, რომელშიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, ერთი ქალაქის მშვიდობიანი ცხოვრებისა და შეყვარებული წყვილის ისტორიას ეხება. სპექტაკლი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტის კონკურსის ფარგლებში დაიდგა. ჯამში მიმდინარე წელს აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით 25 შემოქმედებითი პროექტი განხორციელდება. ჩვენი ჩანაფიქრი იყო, რომ მაყურებლამდე მესიჯი მიგვეტანა, რომ აი ეს ომი, რაც ახლა სამყაროში არსებობს, ეს იყოს ბოლო ომი და იყოს არა მარტო ქვეყნებს შორის ომი, არამედ ადამიანებს შორის ბოლო უკანასკნელი ომი და საკუთარ თავთანაც ბოლო ომი ყოფილიყოს. ეს არის ჩვენი მესიჯი. მე მგონი კარგად შეასრულეს ბავშვები, მიუხედავად რომ ნახევარზე მეტი მოცეკვავე საერთოდ არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური სპექტაკლი დავდგით და მე მაგალითად ყმაყოფილი ვარ და მე მგონი წამოვიდა ემოციები დარბაზისკენ და მაყურებელი მე მგონი იგრძნო ეგ ყველაფერი. ართმელაძის განდაგანა არსებობს ასეთი, ვინც ეს შექმნა, ოღონდ მე როცა გავისანი 80 წლის იყო და როცა გააკეთა 30 წლის იყო და ან 50 წლის წინ გააკეთა და როცა ვნახე ეს ადამიანი ერთ საუბრობდა რომ ჩვენ ეს ცეკვა, ეს ჩვენი ქართული აჭარული ცეკვები სოფლიო მშვიდობისთვის გვინდაო და მე მისი გამგრძელებლად ვგრძნობ თავს და მე მინდა ვთქვა ჩემს მეგობრებთან ერთად ვინც ერთად შევქმნით ესა ჩვენ ვართ მშვიდობის მქადაგებლები ასე ვთქვათ რომ ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. არა აქვს მნიშვნელობა საქართველოა, აფრიკა, ავსტრალია, ამერიკა, სადაც არ უნდა იყოს, არ უნდა და დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ვნახეთ შთამბეჭდავ მუსიკალურ კომპოზიციაზე შექმნილი ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რომელიც განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების პროგრამის ფარგლებში. მთლიანად ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 24 პროექტი წლის განმავლობაში და ფაქტობრივად აი ამ მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა აი ამ მიმართულებით ამ პროგრამების განხორციელება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თვითონ მესიჯი, რომელიც ამ სპექტაკლით იქნა გადმოცემული. ეს არის მშვიდობის მესიჯი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება მსოფლიოს